ჩვენ მუდმივად რაღაცას ველოდებით. არა და რეალობაში იმაზე მაგარი დრო ვიდრე ახლა არასდროს არ იქნება. ანუ რა ხდება, როცა გვაქვს რაღაც მიზანი, კიდაც წონის დაკლება, რაღაცის წამოწყება, ანუ ნებისმიერ მიზანს ვინგრევთ. ამის გამო წონის კლება ავიღოთ, მაგალითად, შენ რო გინდა დაკლება, რატო ვერ იკლებ წონაში, რატო ვერ მიყავ საქმე ბოლომდე, ნახე? ხვალე არის ვიღაცის დაბადების დღე და აი ხვალიდან ვერ დავიწყებ. მოდი ბარემ ორშაბათი მოვიდეს რა, ბარემ ჩაიაროს ამ კვირამ და მერე დავიწყებ. ბარემ რაღა დარჩა ეხა გაიაროს აგვისტონ და სექტემბრიდან დავიწყებ. მერე სექტემბერში ჩემი კარის მეზობლის ბიძაშვილის დაბადების დღეა და ბარემ იმანაც ჩაიაროს. მერე იმის მამიდაშვილის ასე თქვა დაბადების დღეა ან ხორცილია და ანუ მუდმივად ვართ მოლოდინის რეჟიმში. დაწერე კომენტარებში შენც ხო ასე ხარ და გააზიარე ეს ვიდეო, რომ ბევრ ადამიანს მიეცეს мотиваცია, რომ დაიწყოს რაც შეიძლება მალე. ყველაზე მნიშვნელოვანია დაიწყო და რაღაცა აკეთო. გახსოვდეს ერთი რამე, რომ არაფრის კეთებას ყოველთვის ჯობია რაღაცის კეთება. შეიძლება ერთ წამში მთელი ცხოვრება ვერ შეცვალო, მაგრამ რეალობაში ერთ წამში შეიძლება ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც შენს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს.